გოგოებო, სამსახურის ძებნას ვიწყე, ფული უნდა ვიშოვო. და ამ სიგარეტს დავანებო თავი. კაი გოგო, რა სამსახური, რა სწავლას მიხედე ჯერ. ან კიდე რა სამსახური უნდა იპოვო. შეიძლება მუშაობა და სწავლა ერთად, სწორად თუ გაანაწილებ. ოქროშულმაც კი იშოვა სამსახური და თავის ფულით ეკეთებს ახლა შილაკებს და წამწამებს. ნახე. გოგო, არის რაღაც სამსახურები კი, გამყიდვალები, მენეჯერები და მიმტანები და ეგეთი რაღაცები უნდათ ძალიან. ხო, რა მე ეგეთი მინდა რომ გამოცდილება მქონდეს. აბა გამოუცვლია დღეს მარტო სამინისტროში თუ დასაქმდები და მე პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა. აუ ის გითხარით ხო? 14 ოქტომბერს არის GAA საერთაშორისო განათლების გამოფენა. ევროპის, ამერიკის და ინგლისის უნივერსიტეტები ჩამოდიან და მან ვარ მოხალისე. ბილდმორთ ჰოტელში. აუ მან ჩვენ წაბავალთ და დავესწრებით. უბრალოდ მაინტერესებს მეტი არაფერი. გამოფენა გაინტერესებს? თუ ის ფრანგი ტიპი წინაზე რო იყო ჩამოსული. ადგილები არის შეზღუდული და მიწერეთ ინსტაგრამზე რომ ჩაეწეროთ. უფასოა. ანასტასია, სათხარ გოგო, რომ გამოგაგზავნე პურზე და მოგეცი 5 ლარიანი ბესედკაში უნდა იჯდე, ახლა უი გამარჯობა გოგოებო. ძაღლმა შემიჭამა 5 ლარიანი და მაგიტო ვერ ვიყიდე. მე ესე შემოურჩია აქ. რე ძაღლმა შეგიჭამა გოგო, წეღარ მაგით ნაყინები არ იკისრე. ეგ სხვა 5 ლარიანი იყო თეკლა. არაფერი ინგადიდე სამსახურებზე ვლაპარაკობთ უბრალოდ. ანასტასია ძალიან მონდომებული. იქაც ვარ მოხალისეო 14 ოქტომბერს გაში. გააკი არა GAA, ეგრე ქვია. და კიდევ ვერ ისწავლა გოგო ამან ინგლისური. Oh my god. თიკო მოგიტანე წყალი. მოგატყუე. კაი ხო ახლა მართლა მოგიტანე. აუ გული გამისკდა, პროსტა ესე დავიყიდე ხვალინდელი ისტორიის ვორქშოპისთვის ალტე უნივერსიტეტში როა. 25 ხო ხვალ არის. ხო ხვალ არის და 5 თებერვალს აქვს კიდე არ დაგვავიწყდეს. ისტორიის მასწმა მითხრეთ ეგლად წაიყვანე თუ, მაგრამ დამავიწყდა მეთქი ვეტყვი. გოგო, თეკლამ რა გააკეთა ნახე? მაგათ ხო აქვს Facebook ჯგუფი, აბიტურიენტების კლუბი როა რა და მან დაპოსტი რომ თეკლა გაჩნდა რაღაცა ამბასადორად. აუ თეკლა ყველგან ეტენება უკვე. ჩვენ კიდე არაფერში არ გვიმართლებს. თიკო აი მოგიტანე. კიდე მოგატყუე, всё, ახლა მოგიტანე. აუ მარიკო ძალიან მაგრებს ჩითავს, ხო? ძალიან სასაცილო ბავშვია. ეს შე როცა მოდიხარ ხოლმე სახში მაშინ თანცარებს, თუ რინგა რო იყოს ახლა სახში კუნძივით იჯდებოდა. ხმას ვერ გაიგებდი. ხადაო, სტარტაპ ღონისძიებები იქნებაო ალტე უნივერსიტეტმა. მე ხო ბიზნესზე ვაბარებ მანდ. ხო, ეგენი გეხმარებიან ბიზნესის თემებში და რო ისწავლი მე იქნება შენ დაეხმარო ინგას. 5 თვეა თონის გახსნა უნდა უბანში და თავი ვერ მოაბა. აჰა, თიკო დალიე. კიდე მოგატყუ. ომარიკო, აბა ეხლა აუდიაქედან. დროზე. გამოცდები რომ მოვალ და თავის მოკლა მომიწევს ისე მეშინია. აუ რამე ახალი თქვი, კაი? სიზმრებს ნახულობ რომ ვიჭრები. ფსიქოლოგთან ამის მივიდე უკვე. აუ ძალიან მაგარი რაღაცა გაჩნდა ალტე უნივერსიტეტმა. აბიტურიენტებს ეხმარებიან. მოიცა, გამოცდის გადაწერაში? აუ თიკო რა დებილობებს დააბრეხებ ხოლმე ზოგჯერ. რა გადაწერაში გოგო გამოცდებამდე გეხმარებიან. აგერ წერია უფასოა და გეხმარებით ყველაფერშიო. Facebook-ზე ჯგუფი და მან შევედი. და მიდი მე როგორ თეკლა გურგენიძეს და მაგათ ნუ ეტყვი. აუ ბაზარი არ არის. დაგვაგვიანდა. ჯგუფშია უკვე თეკლა და კომენტარს წერს. აუ ვინმე დამეხმარეთ უნივერსიტეტების დალაგებაში. უმჯობესია ბიჭი. ეგ გოგო შეშლილია უკვე მგონი. თან ბოლო სტადიის. ხოდა თეკლაზე ესეთ გამოჭრილი აბიტურიენტების კლუბი. სტრესის მართვის კურსები და მენტალური ჯანმრთელობის სესიებია ამ ჯგუფში. ამ გოგო ისე მეც კი დავნერვაზდი ცოტა რა. გუშინ თურმე ხამე ძილში დავდიოდი ციგნებით. დედა ჩემმა მითხრა. გამოგიგზავნე ჯგუფის ლინკი და ვიაროთ ხოლმე მაგათ შეხვედრებზე. თბილისშიც იქნება და რეგიონებშიცო. ვიაროთ ხო, მაგრამ ხა თეკლა გურგენიძე აქ არ მაკლია და მანდ მაყურებინე კიდე. და ვაფშე მიდი მიწერე, რატო არ გითხრები ჯგუფი თუ იცოდა აქამდე. ნახოთ ერთი რას გეტყვის. მივწერე უკვე, დაიცა ვოისი გამომიგზავნა. აუ, რა ჯგუფზე იცახი, აზე არა ვარ. წავედი მეცახიან. გველეძუა გოგოა მაგარი. ინგა, ეკლერი მოგეტანა ჩემი გაკეცებული. დედა, შენ ვინ ხარ მოკლედ, რა ასეთ გემრიელობებს რო აკეთებს, უნდა გაგვასუქო გოგო. აქეთ გამოუშვით რა ეკლერი თუ შეიძლება და ეს ახალი ამბები გამოვთით რა ტელევიზორში. არა კაცო, დაიცადე ვუსმენ ერთი ევროკავშირზეა ლაპარაკი. ეს 9 რეკომენდაცია ხომ მოუწეს. კორუფციას ებრძოლეთო და პოლიტიკურ პოლარიზაციასო და მაგის თქმაც უნდა გჭირდებოდეს ჩვენ ევროკავშირისგან, ისედაც უნდა ვაკეთებდეთ მაგას.
ჯე, მასწავლებელმა მეცხედავალება მომცადეთ ეგებზე გააკეთეთო. მაგრამ გავიკეთებია ჩვენ. მართლა კი არა მოგაწყუე. ისე რა მაგარ რაღაცას მივახციეთ ქართველმა ხალხმა. მერე გამოვლენ ზოგიერთი და იტყვენ ჩვენი დამსახურება. წარბს არ შეიტყრიან. წარბს არ შეიხრიან არის ეგ, ხო? და გახსოვთ როგორ ჩვენც დავდივდით აქციებზე, ვაი, მე ნამდვილად რო ღირდა რა. რო შევალთ იმ ევროკავშირში, ხო, უკეთესი პირობები ექნება ხალხს და უკეთესი განათლება ბავშვებს, ეკონომიკა და რა ვიცი კიდე 1000 რაღაცა. კი, ნამდვილად იგრია. 5 ლარი ჩამერიცხა. 5 ლარი ჩამერიცხა თქვენ თავს პიცა ვარ. მზიებებო წამოწოლილი ვარ და ნუაღრიალებს ტელევიზორსო. მე მგონი ასე მითხრა, რა ვიცი, კვილები არ ვიდევს პირში და ვერ გავიქე კარგად. იმე დავუწევ, ხო, აღარ მესმის არაფერი. რეფორმები, ხო? ისე კარგი ცხოვრება თუ გინდა, საჭიროა კაცო ეს რეფორმები. ისევ ქართველებისთვის არ არის კარგი. გადი მე რინგა რუსთაველს და მოითხოვე ეგ რეფორმები. და კიდე რამე საკონდიტრო რო გაიხსნა ჩვენ корпуსთან. სტატუსი რომ მიიღე, კი არ უნდა მოდუნდე. ახლა იწყება მთავარი და ახლა უნდა ვდგე და მივიღანო საქმე ბოლომდე. ანასტასია, შენი ყავად აგავიწყდა დალევა. ვა, რა გითილები ხარ დღეს ყველა? მიყვარხართ გულეები? აუ, ვიღაცა ჩამისახლდა მე მგონი. გოგოებო, ინფლუენსერი ვხდები? აუ, დაგვერხა. დამაც დირექტ ხარ ნორმალურად. დღესვე არ ვხდები რა. უბრალოდ ნათიას ნატალს გათამაშება როა ძალიან მაგარი მანქანის მაგაში ჩავერთე. რა მანქანა თამაშდება? Mitsubishi Outlanderi. Instagram-ზე გათამაშება, ლინკს მოგწერ და ნახე მიდი. აუ, ხადაო, თიკო მიდი ჩვენც ვერთვებით გათამაშებაში. ვინც ამ გვერდს ყავს გამოწერილი ყველა უნდა დააფოლოვო და კომენტარებში დაწერო რამე. მესამე მწვანე გული დავწერი. გოგო ბაზარი რა ჩავერთი, მაგრამ ძალიან საინტერესოა თიკლა როგორ ხდება ინფლუენსერი. ავაზი არ ხართ ხო თქვენ არაფრის? მაგ მანქანას ხო მოვიგებ და მაგნერი მანქანით რო ვიღლი ინფლუენსერი ხარ აბა რა ხარ? ხო, აქამდე შეყვარებული სოპელით დადიოდი. კაი და რო გახდები ცნობილი რა უნდა გააკეთო მერი? რავი, ბლოგებში ჩავწერ ხოლმე საინტერესოს, ძალიან მოეწონება ხალხს. კი, ძალიან მაგარი მოსასმენი იქნება რო იტყვი. გამარჯობა მეგობრებო, დღეს 37 შეყვარებულს დავშვიდი. აუ, შენი ღადავე და გუშინ უკვე ახალი გაიჩინა. გიგი. კიდე როგორც ხედავთ მომაკითხა უკვე აგერ. მოვდი ვარ გიგი. წავედი. როდის ასწრებს? ზოგჯერ მგონია ხომ რომ ტყუპის ცალი ყავს და ორივე გვემეგობრება. აუ, ეს მანქანა უნდა მოვიგო უეჭველი რა. დაიჭირე. აუ, სკვინტლიანი ხელი მომკიდა. გამომართვე. აუ, სკვინტლიანი ხელი მომკიდა. აუ. არ გახსოვს ხო? მაგ სიგარეტში კომშის ბოთლები მაგ ჩაყრილი. ველოდები მეც. რავან ორი დღის მერე რაღაც გვინდა. გამხმარი ხაჭაპური. აუ, შენ არ გახსოვს ხო? მაგაში ხო კომშის ბოთლები მაგ ჩაყრილი. ფული არა, სუნი იცის. სამჯერ. და რა უცბად გარბი ხარ ხოლმე, მედიკო ვეღარც გაცილებ რა. კაი, მიდი. რა მომედკო. ბავშვებო, გინდათ ვიქეიფოთ? არაფერი გვაქვს და როგორ უნდა ვიქეიფოთ? ხოდა თუ არაფერი გაქვს, გამოიღეთ ცხვირიდან თითი. მაღაზიაში უფასოდ არ მოგცემენ რაღაცეებს, ბავშვები რო ვართ. უფასოდ არ არის, მაგრამ საქართველოს ბანკის ქურქარდები ხო უნდა გამოიტანოთ ეხლა ბანკიდან. მერე დარეგისტრირდით სკულაფში და რეგისტრაციის მერე 5 ლარი დაგერიცხება თანგარიშზე. მერე 15 ლარში როგორ ვიქეიფებთ? პური ძეხვი და პამიდორი მოგვივა. რა ძეხვი და პამიდორი ლიზი? რავი, კაცებს სულ პური ძეხვი და პამიდორი აქვთ ხოლმე ბესედკაში. არა, ეხლა წადით და ბარათებს რო აიღებთ, მერე მშობლებს გააკეთებინეთ სკულაპი. მოვიტანე ჩემი ბარათი, გამომართვი 5 ლარია ზედ. არა, შენ გქონდეს. სკუნტლიანი ხელები აქ. ვა, ბავშვები, რა შვებით აბარას ჩალიჩობთ. გავიგეთ 15 ლარი გქონიათ და უნდა იქეიფოთ, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა. აი თუ არ გჯერა, ჩვენ ბარათებზე გვაქვს. მათ ჩვენი ბარათია. დავწყდით თიქ. ინგა, სახლში ხართ? მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. სად ვიქნები აბა გოგო? არც ბათუმია ჩემთვის და არც ქობულეთი.
ბავშვებს მოვუტანეთ შოკოპაი. დასასვენებლად გინდა ხო წასვლა. ჩემი შვილი ისვენებს თოფში. თოფში? ფოთში. არა გოგო, მან კოღოებია ძალიან ბევრი. მარიკო, გამოდი ლიადეიდამ შოკოპაი მოგიტანა. რეუაბერეს მოვკარი ყური? გამოუში რა აქეთ. მარიკო ხარ შენ? გამომართვი 2 ცალი. კაი რა 2 ცალი რა არის? დაამატე რა 5-6 ცალიც. აბა ეხა გამასწარი აქედან სანამ ღრმად ჩავისუნთქე. დაიმელია ხალიჩებს ვრეცხავ გოგო, უნდა დავალბო და წყალს მოუშვებ და მოვალ ეხლავე. მე რა უთხარი არ გაინტერესებს? მეთქი შეგათახსირებულო ქალო, მთელ კორპუსი როგორ გადაშლილი ფეხები, ეკეთები ვისგან გიგვირს თქო. ახლა მთად ეგრეც არ მithქვამს, მაგრამ კი ვაგრძნობინე. ქვემოდან ლელადეი დაყვირის, წყალი ჩამოვიდა თქვენგან ჩემთანო. ვაიმე, ჩემი ხალიჩები, დედა ჩავრეცხე მეზობლები. დათარსული ვარ დილიდან რა. რატო? შეჭამე დილით რომ მაკარონი გააკეთე და მიხვდები. რატო და ამოვდიოდი კიბებს და გადამიბრუნდა ფეხი. დავაოხრე ფეხსაცმელი რა. როდის იყიდე ფეხსაცმელი არ მახსოვს? ვაიმე, ეს ფეხსაცმელი ვიყიდე 96 წელს. გადასასვლელ ხიდთან იჭდა ხოლმე ერთი ქალი. კონტრაბანდული ტავარი ქონდა ხოლმე და სუმაგას ნაყიდულობდი ყველაფერს. დაარბიეს მერე ეგ ქალი. 96-ში თუ იყიდე, ესე იგი უწევდა უკვე. მარტო ფეხსაცმელი რო იყოს, რას დავეძებ რა. ინგა ეს ვერდისფერი შარველი სად დაითრიე? სად დავითრიე და შევყარე თეთრების არეცხ მანქანაში და შეყოლია შენი წითელი მაიკა და აჰა. შენი ფეხსაცმელი გაკეთდება? გაკეთდება კი, მაგებნო გადავიდეს ინგა აფხაზეთში, რო დავიბრუნებთ. ხო, ვიცინე შენ და მიმაქაგერი ხელოსანთან. წავედ და ჭკვიანად იყავით იცოდე. მარიკო, მაკარონი არ გინდა? არ მომეწონა მაგ მაკარონის სუნი. შენ გემოვნანახო. ჯანდაბა. რატომ მოbrunდი ინგა? ტროტუარზე ვიდექი და მთელი გუბე წყალი შემომასხა მანქანამ რა. რა დღე გამითენდა. მესამე დღე გეჭხა სათო გვაჭმე. რას ქვია რატო გაჭმევ? სახში რო საჭმელი კეთდება, ყველა უნდა ჭამოს. ნაირნაირებს ვერ გავაკეთებ. რეალური მიზეზი რა არის? ახლა ცოტა დიეტა არავის არ აწყენს. რაღაც ერთი თვიათ არ მოვიმატე და უნდა დავიკლო. მოიმატე? ჩემი მეგობარი ლაშას დედაც გასუქდა და მე გაიგეს რომ ბავშვი ყავდა მოცელში. ხო აი ეს შენერი მაკლია ზუსტად. ბედნიერად რო ვიცხოვრო. მორჩით ხა სისულელებზე ლაპარაკს და ჭამეთ ეგრეთში ხა. თორე ხვალაც მაგას გავაკეთებ. იმენა გამოვიფიტებით ამ დიეტით. რა გამოგფიტავთ, ვერ გავიგე არაჩვეულებრივი ბროკოლი უნდა გავაკეთო ხვალ. ეგ რომელია? ანასტასია უნდა გავშიყრის ხოლმე? აურე ტუპოი ბავშვია პროსტა. ямაგრა აკეთებს. მაგრამ ვინდა აბა ეს ცხარი აქ? არ ვიცი მარტოა ეგებ დაიკარგა. დავალოდით აბა აქ თუ გამოჩდება ვინ. ვიცით რა მაგ წამოხებული? ჩოკობოი, სოკოს ფორმები აქვს და დედაჩემი ჩოკოს ეძახის. მაინც ჩვენთან არ იყიდება ნაზიდეიდას ბუდკაში. გამასინჯიებ. ნეტარ მსხვერს რა ქვია თედო დავარქვათ. მოდი წყალი და საჭმელი მაინც მევიტანოთ. მარიკო, მიდი შენ გამეიტანე გოშინდელი ხაჭაპური, მე წყალს მევიტან. წესილი უყარაულე შენ. თედოს უნდა ვაჭამო და 2 ნაჭერი ხაჭაპური მინდა. აიღო მარიკო, მანდებს დაჭრილი თეფშზე. ეგრე რასაც შეჭამ ხოლმე გარეთ გაუნაწილე მეგობრებსაც, ოჩახ. თედო არ არის ჩემი მეგობარი. რა ვიცი, მაშინ შენ შეჭამე. ვისი ბიჭია თედო? მევიტანე წყალი. მაიტა იქ ხაჭაპური შენ და დაუდგი აგერეს. დამეტაკა. რა მოუვიდა თავში. სუთა მაპნევინა. არ გიგია ის ცხარია თუ გაცხარია ცხარიაო. ცოდო აქ ხარ იქნება მთელი ღამე რო დაღამდება. რატო გააკეთე ეგ მიპასუხე? თუნე როგა გამოსვლი არც სოფლის ხაელიშვილის და არც ქალაქის. ბატონო მე არ მიქნიელა შომაცას ესილიბად. არაფრის ღირსი შენ არა. გადადა ეგ ჩოკოსოკოა თუ რაღაცა. რეკავს მაია რა უპასუხო ეხლა. ხო მაია. ხო.
მაგაზე არ ვეჭხუბები ეხლა. ეკლესიის სხვა შესაწირი შეეცუდათ და გაუშვეს ტყეში რა. ეძებს ახლა მთელი სოფელი ხო ბიჭები? მეც ისე დავსაჯე, სამაგალითოდ. კიდე დავფიوارესად, ხო იცი შენ. ამარიკო, მაგვიყევი სოფლის ამბები, კაი იყო? აუ, ძალიან მაგარი იყო. იქაც ბევრი ბავშვები იყვნენ და სულ თამაშობდით ხოლმე. ერთხელ ცხენით მაგატავა ბოსტანაძია. მე ვერ წავედი სოფელში, მამაჩემს პრობლემები აქვს და მანქანა გავყიდეთ. ხო, ცუდია. ალო. ამარიკო, ამოდი ჭამე და ჩადი ისევ. აუ, ჩოკოს ჭამ, ამოვალ ცოტა ხანში. იცით სოფელში ერთი მიტოვებული სახლი იყო და შეგნით ბავშვებმა თქვეს სულები ცხოვრობენო, ვერ გავბედეთ შესვლა. მართლა? ხო, შეიძლება და დაეხოცეთ სულებს. აუ, გამოიღეთ ხვიდიდან თითი რა, თორე აღარ გაწმევ ჩოკობოის. შენ არ ამოიღო მე დაგიღწა. ხო. ამოდი ბიჭო, გავაკეთე საჭმელი. ამოვალო. შეხედე დედამის ცოტნეს მანქანაში მიათრევს, სად მიდიან ნეტა? მე მგონი ცოტნე პრიუჩინო ჩააბარონ, მეც მემუქრება ხოლმე დედაჩემი. ცოტნეს დედას გაქანებული ნევროზი აქვს, დამიყარე კიდე. მეტი აღარა მაქვს. საწყალი ცოტნე პრიუჩინო ჩააბარებენ. მოვინახულოთ ხოლმე, დაიცა. პრიუჩი რა ნომერი ავტობუსი მიდის? პრიუჩს მოგცემ ახლა, ამოდი დროზე სახში ჩავკეტე კარები და დარჩები ამაღამ გარეთ. დეგენერატი ეს. აი ხო. ბავშვებო, წავედი აუცილებელი საქმე გამომიჩნდა. ომერიკო, მიდი ერთხელ შკიტრი დაიჭირე და მეორეში ლიმონადი. აი იგრი კაია. აი მე ძალიან კაი ქორწილია, მაგრამ რადგან ეს მუსიკოსები არიან უარგისები. რა ვიცი, მივედი მეთქი მუსიკა შევუკვეთავ თქო. ფულსაც ვაძლევდი. ვერ დამუკრავთ კალბატონო. ინგა სამლარსაც დებდი და ვინდა უკრავდა. რა ვიცი, სამლარად მცხეთამდე ჩამომიყვანა, აგერ გდანიდან ტაქსიმ და ამათ მუსიკა უნდა დაეკრათ. რა სამლარად? სამი კი არა, 23 უნდა მიგეცა. ხო გითხარით, რომ ეს ტაქსისტი ჩვენ გვაგინებს მეთქი, რომ არ დამიჯერით. ინგა წამოდი რა ვიცეკოთ, ისე მიყვარს. წამო. ვაიმე, ბარა ლალიკო, გაერთე მიდი შენ, უჩემოთ. ხო. ამ დახეთქილი ფუსლებთან და რა უნდა იცეკოს გამაგებინა. აუ, წამო რა ინგა ვიცეკოთ, კინტაურია ჩართული, მიდი. შევწყვი ჩემი სიკუტილი და გააღემიდი კანები. ინგა ასეთ რატომ მოხვედით, რა მოხდა? ჯანდაბა მოხდა. რა ვიცი, კინტაური ჩაირთო გოგო და იქ ატეხეს მე გოგოებმა, აბა ინგა ჭიქა უნდა აიღო ეტაკიდანო და რა ვიცი, მეც რო ავყები გადავიხარე და ხრიწორო დაიძახა ამ შარვალმა გამომებტუნა ყველაფერი. ძალიან ჩახეულია უყურე. აი მე კორწილის ვიდეოში არ ჩამისვანე კადრი. არ ჩასვამე ნუ გეშენია, მით და გამოგივლი მერე. ანასტასევიცი უხარ გადაგიღია. მაჩვენი მე. თეკლა გურგენიძეს ეპილაციაზე მივყვებით. წერეთელზე მივდივართ. წერეთელზეა ისიც, ესთეტიკის სახლი. ნინელი რო დაეხმარა მოწყობაში. რა ქვია კაცო? კალისია ქვია. და ნინელი ვინ არის ვაფშე? ხო, კალისია, ფრამ დამავიწყა კაცო. ნინელი დაეხმარა მაგათ თავის დროზე, რომ აპარატურა ჩამოიტანათ ისრაელიდან. ნინელი ხა იქ არის უკვე 13 წელია და. მაინც ვერ გავიგე ვინ არის ნინელი. კაი წავედი. აუ პირველზე ვარ ჩაწერილი და მე მგონი ცოტა ადრე მოვედით, ხო? ხო, ცოტა. 11 საათზე მომიყვანე. დიდი ამბავი რომ დაელოდო რა, მეტი საქმე მაინც არ გაქვს შენ. ვისი პირველად ვარ აქ და ცოტა ნერვიულობ. გოგო, რა განერვიულებ? სლოგანი რამხელაზე წერია ვერ ხედავ? მეტი თავდაჯერებულობა. თეკლას თავდაჯერებულობა ნამდვილად არაკლია. შეყვარებულების რაოდენობას თუ გავიხსენებთ. თან ეხლა გელის გარეშე დაამატეს პროცედურა და აღარ აგაკანკალებს. უკაცრავად გურგენიძე თქვენ ბრძანდებით? დიახ. გათავისუფლდა ადგილი თქვენთვის და წამობრძანდით. თეკლა გაყევი მიდი გელოდებიან, ოღონდ ეგ არ უთხრეხა რომ ნერვიულობ, ეხავს. აუ ძალიან მაგარი იდეა მომივიდა თავში. თეკლას ხო დააწვენენ და სურათს გადავუღებ. გოგო, ხო არა ფრენში, რო დაგინახოს? თიკო ჯეიმს ბონდი ნანახი გაქვს? ჯეიმს ბონდი, მარა. ხო და მიყური. უკაცრავად რო გეჭრებით, თქვენ ქუთაისშიც გაქვთ ხო ფილიალი? დიახ, გვაქვს. და ბათუმში? დიახ, ბათუმშიც გვაქვს, ფოთშიც, ზუგდიდშიც და თელავშიც. სამომწურავად გიპასუხეთ? დიახ, სრულებით. აუ, ძალიან მაგარი დოკუმენტი მოვიპოვე. ხო, ბიბუ, ჩვენ ჩამოვალთ სოფელში, ალბათ 25-ის მერი.
თეონას გოგომ როგორ მაჯობა ვერ გაგვი სოფელში ჩემს ზედრი ჩამოვიდა? რა უნდა? მაგის მასაყიდურება ხო დამღალა კიდე, კაცო. აღდგებდა გავუგზავნი ომარიკოს ახლა და იქ იქნება. მე მარტო არცად არ წავალ. მზებებო სულ სამომხდით იქ ნაკვეთებში და ნახევში სიარულით. ერთი წამი გაჩუმდით. ხო, კაი, მიგანახე მე თეონას გოგოს ნომერი და დაურეკავ დევილაპარაკები. ქართულად მიგანახე. 44 რა არის? ანასტასია რას აპირებ შენ მოგცემენ შვებულება, ასე რომ წავსულიყავით სოფელში. წესით კი 25-ის მერე, ეხლა ნინია გასული შვებულებაში, ნოვატორში ხო რაღაც რეგისტრაციები მიდის და მაგას არ ყვევდა, უნდა რომ დარეგისტრირდეს მანდ და მე მეავიღებ. სკოლიდან რო ვისვენებ, ესე იგი მე შვებულება მომცეს? არ დადეგები ქვია მაგას. და ძალიან მოდუნდი შენ, გორაო მთელი დღე დივანზე და ალალი იქნება შენზე სოფელი, მოგატარო საქმეებია შენმა ყველაფერი. ხო, მე შეიძლება ვერ მოვახერხო სოფელში წამოსვლა, არა უშავს თქვენ წადით. კი, მაგ ჭკუაზე ვარ თუ სახში დაგტოვოთ ერთი კვირა, მარტო. ან ხანძარი გაჩნდება თუ სახლი დაინგრევა მთლიანად. რა გინდა გეგონება პირველად რჩები მარტო. დედა რო წავა ხოლმე და ჩემ თავს გიწოვებს, შენც გადიხარ და მარტო მწოვებ ხოლმე მაინც სულ, რა აზრი აქვს? მოდი ახლა არ გვინდა თემის განხილვა. კიდე ბებურეკავს. გისმენ? რა თეონას გოგოს დაურეკ, როდის მოვასწრებდი? გისაყვედურებენ არა ის? რა გადიდებს? გავგეშტები ახლა. ბავშვებო, ძალიან მაგარი რაღაცა გავჩითე, მოდით აქეთ. რა გაჩითე, სასუსნავი? არა, სასუსნავი არ არის. და რომ ციყოს მაინც არ გაჭმევდი მაგ სკვენტლიანი ხელებით. დედა ჩემმა მომიყვა რომ ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხვიში თიც და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩითე თქვი? სკოლაპი ხო გაქვთ ორივეს, გახსენით მიდით და მანდ არის სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოვაგროვე გლიტერები და გადაცვალე სარგებელში, რა მაგარია ვისარგებლოთ? ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო, დავალებებს წერდა. შეიძლება ისე უნამტერალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ, ვითო არ ეტყობა ცრემლების სახეზე. დედა ჩემმა მომიყვა რომ თურმე ცოტნე უთრევე დედამის თმებით, რო გავუშვა თურმე თმები გონდა ხელში შერჩენილი. რა დროს თმებით თრევაა, დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო, დავიწყოთ რა. ბავშვებო, შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გარს ჩანთას ართმევს. როგორ ჩხუბობენ? ომარიკო, დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო, მოდი მომეხმარეთ, კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? აბა მოგვიყევით. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მართლ და ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობას. ყველაშორის დედა ჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ეს ენერგია არ მაგალდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რო დგას ხოთაშორის ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია, ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბესეთკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. თვასომ დაინახა დედა ჩემი და გამოვიქეცით აქეთ. 4 ბავშვი იყო, ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათა სახლში არ მიხვდეთ რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის. ბავშვებო, ძაღლის კურკლში ვიღაცამ ფეხი ჩაადგა. ნეტა რა გიხარია, შენ თვითონ გაქვს ჩადგმული ფეხი? შეზედილია პოტასზე. დედა ჩემმა მითხრა ერთხელ ამაზე რომ ფული იცისო. თუ ფული იცის, შენ ჩაადგი თუ კაია. ლიზი, მოდი ჩვენ ჩავადგა და ბევრი ფული გვექნება. დაიცა? რას აკეთებთ? მე ჩავადგა? ეხლა როგორ გვექნება ფული? დედა ჩემმა თქვა რომ ოჯახში ფული და ბარაკა იცისო. სახლებში წავიდეთ და დაველოდოთ. ყველაზე შორს მე ვცხოვრობ და სახლამდე გამშორდება. არ გაგშორდება, ას კინკილითი არის. მოვედი სახში. მოდი ომარიკო, მოდი. ისეთი ნამცხარი გავაკეთე რომ რა ვიცი რა. დაიბანე მედი მანამდე ხელები შენ. ეს რა არის კაცო? დედას გუშონი დამვარდნია ხალიჩაზე. დედა რა კონცერტზე ვიყავი გუშინ, მაგრამ რა თქინდა კისერი მაგა შეშებული მაგის მერე. რამდენი ხანია კონცერტზე აღარ ყოფილ ვარ, რაც შემექმარია დაიღუპა. აღარ მემღერება. ვინგამ თავარი მოყევი მიდი რა, ლიადი და მოусმინე ეხლა. დედა მე რამდენად უნდა მომაყოლო გოგო, მაინე ახლა გითხრა. ვზივარ ამ კონცერტზე და შუა სიმღერის დროს ამოქროდა რაღაცა ქარი. რო შეგამცირნებს რა, ხო და მეთქი კაცო რა ხდება ამ დახრულ სივრცეში, მოვიხედე, რო ავიხედე, მაღლა ბაბი კირკიტაძე არ დაფრინავს. ძალიან მაგარია. ფრენის ვიდეოც ხო გავწვდე და მანდ ჩახარ ინგა ხალხში. დაბნეული რო იყურები.
დი, სიმღერებში რო ახოლ მეგბაბი ნახე მართლა? ხო, ნახე რა ახლა ავხედე. და იმდენი ტრიალა მე რო ტიგამი შეშდა ეს კი წერი. ძარღვი მაგ შეშინებული. მე მაგ ერთი ძალიან კარგი მაზდინას მოგცემ და წაიცვი. დედა რა კაი მაზი მომცა კაცოლია, ერთ საათში აგერ გამიარა თითქმის უკვე აღარ მткиვა. ხო და იცი გეცოდინება რომ კონცერტებზე მარტო წინ უნდა იყურო და არა ზივით. დაიჭირე ბურთი. ბაიმე, აუშენი. კიდე გაგიშეშდა? აუ ისე რა მაგარია. დილით აღმოსავლეთით კონდა გაშეშებული და ხა მზე რო ჩადეს დასავლეთით გაგიშეშდა. იმენა კომპასი ხარ რა. შეხედე ვიდეოში ამ ბიჭს რა მოუვიდა. კიბიდან ჩამოვიდა და რო დაეცა მერეც აღრმა უკბინა. მაჩვენი დედა უბედო. ვაიმე, აცრიან ახლა ამას 6 თვე ალკოჰოლს კი ვერ დალევს. კაი ნუ ნერვიულობთ, როგორმე მიხედავს ეგ თავის თავს და კიდე ყველაფერს ნუ იჯერებთ, რაღაცა TikTok-ი კარგი ხანია გასართობი პლატფორმა მარტო. პოლიტიკური პარტიებიც კი TikTok-ზე არიან, უკვე და ვიდეოებს დებენ. ანასტასია, პლატფორმა რა არის? პლატფორმა, ანუ აი პლატფორმა რა, ხო და დამავიწყდა რას ვამბობდი. ხო, TikTok-ი მართლა აღარ არის ხა მარტო გასართობად, მაგას ვისჩინები შენ ძმას ყოველ დღე, მაგრამ დგას და იჯერებს ყველაფერს ვერ ხედავ. შენ არ იყავი გუშინ, ვიდეო რომ აჩვენა ადამიანის შუაზე გაჭრეს და ისევ შეაერთესო. მართალი რო გეგონა და ფოკუსი რო აღმოჩნდა. აუ ეგ ძალიან მაგარი ფოკუსია, მე გავაკეთე თომარიკო და ვიდეოც გადავიღოთ. ხო რადგან ჯენზე უყურებთ უმეტესად TikTok-ს, არავის არ უნდა მისცე უფლება რომ შენზე манипуляცია მოახდინონ ვიდეოებით. უი манипуляციები იცოცხლებო მანდა, მაგრამ მე არასოდეს არ ვებმევი მაგათ მახეში. აბა კი, გუშინ ერთი ლარი გადამარიცხია იმ ქალთან, TikTok ლაივებში როცა ყავს ამღერის ხოლმე. აუ თქვენ მაგარი პრიკოლი დედაშვილი ხართ რა. ხო ნუ манипуляცია. მათ შორის ახლა პოლიტიკური манипуляციები წამოდი და ყურადღება უნდა მიაქციო ყველაფერს. დედა რა კაი პოლიტიკური პარტიაა, ნახე ეს არჩევნებზე ვიყრით კენჭსო. ნახე როგორ დანაპირები აქვთ. წყალი 1 თეთრი, გაზი 3 თეთრი, ჯინსი 80 ლარი, მაგისურები 20 ლარი. დედა რა ვიდეოა კაცო ეს? ტყუილი და მარტივი манипуляცია. ადვილად ნუ რაფერს უნდა იჯერებ მეთქი გადაამოწმე.